და ვაიდა გიკპინა ამ შხამიანმა ჯერ რა უნდა გააკეთო და რა არ უნდა გააკეთო. ეგ ჩემს ძალიან კარგი კითხვა არის. გველმა გვიკპინა, უნდა დავწყნარდეთ, იმიტომ რომ თუ ნერვიულობთ, უფრო არ ვიცი, ჩქარა მოძრაობს ჩვენს სხეულში სისხლი და თუ ჩქარა მოძრაობს ჩვენს სხეულში სისხლი, უფრო ჩქარა გადადის, ესე იგი შხამით და ვრცელდება, ამიტომ უნდა დავწყნარდეთ, დავრეკოთ 112-ში. რაც შეიძლება ცოტათი ვიმოძრაოთ, ანუ უნდა ვეცადოთ, რომ უმოძრაოთ ვიყოთ, ბევრი წყალი დავლიოთ და არ ვიცი, დავოლოდოთ, რომ ვიღაცამ რაღაცამ გვიშველოს. ხოლო რა არ უნდა გავაკეთოთ, აი არავითარ შემთხვევაში არ უნდა ამოვწოვოთ არანაირი რა ქვია შხამი. არ უნდა დავიდოთ ტურნიკეტი ან ლახტი ან ქამარი ან ასე შემდეგ. არ უნდა მოვიწვათ, არ უნდა მოვიჭრათ, არ უნდა დავისეროთ ის ნაკბენი ადგილი. არ უნდა დავლიოთ არავითარ შემთხვევაში ალკოჰოლი. ზედ და დავისხათ. და არც ზედ არ უნდა გადავისხათ, ხო? ხო, და ეს ამოწოვა განსაკუთრებით მნიშვნელოვანი რატო არის, რომ სხვა ადამიანი აკეთებს ხოლმე ბანდახა და შეიძლება ამ ადამიანს ზუსტად დაზიანებები ის შხამი შეიძლება შენს სისხლის მიმოქცევაში მოხდეს და ორი ადამიანი და მოიწამლოთ ამ შხამით, ასე ვთქვათ, ერთის მაგივრად და ისე ვთქვათ, რომ ამ იმ კლინიკებს, სადაც რეანიმაცია, ანუ ძირითადად დიდ კლინიკებში წესით და რიგით ყველგან უნდა იყოს ამ ანტიდოტი ამ გიურზის კი, საქართველოში ხო მარტო გიურზის ანტიდოტი გვაქვს, ანტიგიურზინი ქვია პირდაპირ და ხო, თუმცა ვიცი რომ არსებობს შემთხვევები, როცა არ ვიცი გიურზას უკბენი ადამიანისთვის და არც კი მიუღიათ ეს ანტიგიურზინი და უბრალოდ არ ვიცი მე კარგი ჯამთო, ხო, რა თქმა უნდა, ანუ რა თქმა უნდა აუცილებლად უნდა დავრეკოთ და ხო, მივიღოთ ეს ანტიდოტი.